guys, მოგესალმებით მეგობრებო, რა ვახარ რა შევთხოვათ, მაგრამ დაგიბრუნეთ ახალი ვიდეოთი. მოიცა. დეფენსი მაშინდები ყავს არმია, იქ ჭირდება, იქაც ყავს არმია. იქ მეც წავალ. ის მეექვსე არმია სად მიდის, მაგას გავარკვევ მე. აი მაშინ პირველი არმია წავიდეს აქ. მეორე არმია წავიდეს აქ. ერეკენთ. ამათან მე გავივლი. აი ეს მეექვსე არმია, მერვე არმია ჩადე ანჯეში მიდიოდა, ეს ვოლვერინში მიდიოდა. და ვაფშე გავაუქმოთ ეს არმია. ჰედებში მიდის მეექვსე არმია. ოკაი. იო წავიდნენ მანდ. კაი მეგობრებო, ვიდეოს გადაცაც მოხდა, იმას გეტყვით რა, ცოტა ვითამაშე ჯარი როგორც ხედავთ ავივსე რა. და ერთი ლორდისგან მჭირდებოდა ხმა, რომ გავხდარიყავი მეფე და ეგ ერთი ლორდისგანაც ავიეხმა და გავხდი ეგრევე მეფე. ალბათ 10 წუთში ვიდეო დავამთავრე რა. ხო და მე ეგრევე გამომიცხადა პოლონეთმა ომი რა. და რადგან წინა ვიდეოში გითხარით, რომ მინდოდა ბიზანტია გამენადგურებინა ვიდეოს გარეთ ვებრძოლე და წავართვი კრაკოვი, ვორვერინი, თუ რაც არის, ბარბიქია, ვარშავა, ოსტინი, ალტებერგი, თუ რაც არის და პორტოლანჩესკი რა. ეგ 3 6 8 სელთემენტი წავართვი და გამოუცხადე შვიდობა რა. იმიტომ რომ ბიზანტიამ გამომიცხადა ომი. ბიზანტიასთან და საფრანგეთთან შვიდობა დავდე ეგრევე მეფე გავხდი თუ არა, რომ ჯარები აღმედგინა, მაგრამ არ მაცადა პოლონეთმა. საფრანგეთმაც გამომიცხადა ომი ასევე. ვიდეოს გარეთ მე დამიწყეს ორივე შემოტევები. და სულ ყველა შემოტევა მოვიგერი, აგერ ახლა ორი შემოტევა დარჩა და მანდაც გაგზავნილი ყავს ჯარები. და ახლა დაზე 3 განიტო მე-13-ს მიტევენ. ეგ ახლა შემოჩნი. აი აქ ვიძახი. ხო და ას ვიძახდი. ხო და ახლა ჩვენ გადავიდეთ შეტევაზე. და მინდა რომ ბაკანეთიდან და პირენის ნახევარკუნძულიდან გავყარო ესენი რა. ეგ არის ჩემი მიზანი ბიზანტია. და თუ სიცილიასაც ავიღებ, სიცილიის ტერიტორიაზე ეგეც არ იქნება ცუდი რა. პალერმოს და მაგებს რა. კაი, მაშინ დავიწყოთ სამაში, მეტი დრო აღარ გავწელოთ შესავალში. ასევე მეგობრებო, თუ გახსოვთ მე რო თამაშობდი რა ფეხბურთზე, ფუტბოლ 2006 რა. გამოვიდა მანდ განახლება რა. და მე მანდ გასაგრძელებელი მაქვს, თუ გახსოვთ ტოკიოს გუნდით თუ თამაშობდი, სუპერლიგა თუ რაღაცა 3 ჩემპიონატზე ვარ გასული რა და მეთქი აქ 1500 კაცი მე მიტევენ. ხო და 3 ჩემპიონატზე ვარ გასული. და გაჩერებული მაქვს ეგ კამპანია, იმიტომ რომ მაგისთვის მოვიცალე. და თუ გენდომებად განახლება გამოვიდა, ბევრი რაღაც შეიცვალა და სახელიც კი შეუცვალეს. ფუტბოლ 2006 ვარ და ლიგა 2006 დაარქვეს რა. ყველა შიგნით დიზაინი შეიცვალა თამაში. და დიზაინიც უარა, თამაშის სტილი შეიცვალა. ანუ უფრო განსხვავებულია და უფრო გართულებულია სირთულე რა. უფრო რთულია რა შედარებით მოგება. ეხლა კაი, ეს დავიცავით, ხო, კაი. ეგ რადგანაც დავიცავით, აი ეს 1200 კაცი ეგრევე უნდა გაუშვათ. აი, აქანა. მანდ გაუშვე 1200 კაცი. მერე აქ უნდა იყოს კიდევ ერთი დეფენსი. ანჯერსი დეფენსი არის, გასაგებია. კაი. 300, 200. აი ეს 300-იანი. გაუშვათ იმაზე შეტევაზე.
მივაყოლოთ 200-იანიც მივაყოლოთ ესეც ანუ ამათთან მაქვს ცუდი ურთიერთობა ამ ლორდებთან რა და ვერ შეგამოვიძახებ მე ახლა რო გავაოქმო ამათი არმიები მე ვერ გამოვიძახებ გან ცუდი ურთიერთობა მაქვს მაგათთან აი რას გეუბნებით აი ამ დისლაიქს მიჩვენებს როგორ განახოთ ახლა მოიცა აი ამაზე რა დისლაიქს მიჩვენებს რამდენიც არ მყავდეს არმია ვერ გამოვიძახებ სანამ მაგას არ შევხვდები დაველაპარაკები ურთიერთობს არ ავიწევ მაგასთან პლუსებში ახლა მაგასთან ალბათ -60 მაგამდე ვერ გამოვიძახებ მაგ პიროვნებას რა ჩემ არმიაში და ეგეთია ძალიან ბევრი როგორც ხედავთ ახლა ზოგიერთებს ესა დროშება ხატე არმიაში იმიტომ რომ შემოგვიტიეს თავენთნებით შეკრეს არმია და მაგის გამო წეან ეგენი გაუშვი იმეზე ორზე ინგლისში თავდასასხმელად კაი ბანემ სოსტრაზეც მივეხმარები ამა და მე პირდაპირ ბოლოსკენ გავუშვებ აი იმაზე მე მივხედავ ჯობს ჯერ მაინც ვერ აიღებენ რა და вообще სად დაარტყეს ჯერ ეგ შევამოწყვთ აქ არ მინდა მებოდიშით იმედია შორს არ დავურტყიოთ ფრანგებს თუ მე დავარტყი და მაგის მომვიდა notification სხვადასხვა კი ოლიმპიადას ძალიან დიდი გავხდით ანუ ამას დიდის გავხდებით მაგრამ თუ როგორ დაიწყო თავიდან ოლიმპიადი მაგაზე დიდი ვართ უკვე და ძალიან კაია ასე პოლონეთიც კაი დიდია და პოლონეთთან მე შეჯახება ჯერჯერობით არ გვაწყობს მონღოლებთან ომი გვაქვს სხვათა შორის მონღოლებმაც გამომიცხადეს და მონღოლები და პოლონეთს ერთდროულად ვებრძოდი ვიდეოს გარეთ და მოვიგერია მონღოლები დავასუსტე იმიტომ რომ 1500 კაციანი არმია გამონადგურე მიწასთან გავასწორე მოვიდნენ ერთ ვოლვერინზე დამესხნენ თავიდანვე თავს რა და მე შევკრიბე თელი ჩემი არმია ვოლვერინზე გავუშვი და 2500-2900 კაცზე ვიყავით და ჩვენ კიდევ დეფენსში ვიყავით ეგ უპირატესობა მქონდა კიდევ ჩემი სტრატეგიული უპირატესობა მქონდა და გავანადგურე მარტო 200 კაცი მომიკვდა მაგ ბრძოლაში და თვითონ 2500 კაცი დაკარგა და დიდი ხანი დაჭირდება მაგ ძალებს აღსადგენად ეხლა კი ომი მაქვს როგორც ხედავ ანუ განახებთ ეხლა მოიცა ომი მაქვს მაგრამ არ მიტევს იმიტომ რომ ძალები აღარ აქვს მაგითო შემომიტევს ერთი ბრძოლით დავასუტე ჩემი მოწინააღმდეგე რა ეგ ძალიან კაია და კარახანი ეხლა ფულს 100,000-ზე დავხარჯვებ ყველა უბრალოდ და მაინც არ მიტევს და შემომიტევს და ვაი და უკვე ვერ დავიცავ ეგრევე გამოუცხადე მშვიდობას და იმიტომ რომ არ ვეღარ დამართებს აი აქ კაი დამაკარგინებს 100-მდე კაცი მეთქი უნდა მეთქვა 4 პაშტი 100-ია რა 4-15 კაცი მომიკნა აი სოსტრა თუ რაც ხარში წადი აქ დაარტყი აუ ეხლა არ მითხრა კი კასტენდეოვერი აუღიათ კაი წავალ და მე ავიღებ უკან მაგ ქალაქს ჯერ მოდი ესენი აქ მივეშულოთ ამათ აქ რამდენი არიან აბა შევხედოთ მოიცა ოპა კაი ბლომად ყოფილან მაგიტომაც აიღეს ოპა უკვე სუსტებით ჩვენც და რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ კაი აქ გავუშვათ ეხლა რამე არა არ ვინარყოს მაგას მოველოდო დავსუსტდებოდი ეხლა მაგრამ ასე მალე არ მეგონა რა მაგრამ არ შემისვენებია ვიდეოს გარეთაც მოყოლებული ვიბძვი და არ შემისვენია ჯარები ცოტა ხანი ხოდა შესვენება რომ აღმედგინა ძალა ან მის მიერ არ შემისვენ აუ აქ არ გინდა დაანები თავი კაი squad camp set camp მაგრამ ესენი არ გამოვიდნენ მანდ რო ვიდგე და ჯობს წავიდე
მ მოიტა ელიტა ექსპერტიც მოიტა. გადავხედოთ ახლა ჩვენს ვითარებას. იქითკენ ისინი უტევენ და აიღებენ წესით, თუ არა იღეს არაუშავს არ მანაულებს, მაინც ვერ გამოვიძახთ მაგათ მე. მერვე არმია რას ჩალიჩობს არ მესმის. მერვე არმია 500 კაციანი არმია. უტევს იცავს პორტკსიას. აი მერვე არმია ბარე მივიდეს დაეხმაროს მაგას, პორტკსიას. მინდა გვარტყა ქსიაში, მოიცა. მოიცა, თქვენთან დავდებ, ხო, მოიცა ეხლავე დიპლომატ მეიქვის. პირატებო თქვენთან დავდებ შვიდობას და დამანებეთ თავი. პირატებმა ხო აქეთკენ ჩვენები რო იყვნენ წასულები რა. ვალდერს ხო. ჩვენები სანამ მე იქ ვასალი ვიყავ მათი გადავიდნენ აქეთკენ ტერიტორიები წაართვესა და ვალდერი წაართვეს და ეს ხორტენია რა. და ვალდერი დაიბრუნეს. ხორტენია ჯერ დაუბრუნებით. აქაც ქონია ჩვენ ტერიტორია? ჰამბურგი. ეგ არ ვიცოდი. ეგ თუ მანდარი, ანუ ამ ტერიტორიის აღება ცალკე არ მეყოლოს და აი აქ უნდა გადავუარო ბიზანტიას უეჭველი რა. ამათ შემდეგ ეპიზოდში გადავული აი აქ ბიზანტიას აცარი. და ამასაც მივაყოლებ ზედ. ოპა, მეკითხენ იყო ჩაღეს ბიჭებო. მაშინ რადგან ბარე მანთხართ, ეგრე გაგიშვებთ რა. 300, აგერ და 500 კაცი. არა მგონია მოვიდეს ვინმე და დაგიწყოთ რამე. ეგ არა. თქვენ თუ შეძლებთ აიღებთ, თუ არ შეძლებთ არაუშავს. იქ რაქნა, ძმა რაქნა იმან. ომც ეგარ გააკეთო და ირეკაი. ახლოს არ მივარ, თორე ეგრევე შეუტევს. სადღაც მიტევენ ესენი და მომიწევს ხოლმე მე გავვარდნა იქითკენ. აი წამოგავყვით აბა სად მიტევენ. მოჭველ შემოვარტყამენ სადღაც და მე ესენიც გამოვლენ. და სანამ ისინი შემოვარტყამენ, იმათ იქ ამოხუცავ და ესენი გამოემართებიან გზაში ამოხუცავ. მე შანსი მექნება დავბრუნდე და ეგ ციხისმაგრე ავიღო, იმიტომ რომ 1200 კაც შეგნით ვერ გამკლავდები. Basic Castle de Overi, ჰოლმპედია. ისინი იქიდან არ არიან გამოსვლელები. პორტ დაუნსბერგზე მიდიან უეჭველი. კაი მივოლ უცები მათ გავანადგურებ, წამოვალ მე. ხო თქვი მაეთკენ მიდიან. ანუ ეს ტერიტორიები უკვე რაც წინა ომში წავართვი რა, კანონად უკვე ჩემია რა და ეხლა ომიო დაიწყო და წავართვი პორტ დაუნსბერგი რა. ჯერჯობით იმას ეკუთვნის და უნდა ისევ დაიბრუნოს რა, კანონად არა ჯერჯობით ჩემი. მაგიტომ წავიდა პირდაპირ იქითკენ, მაგიტომ არ დავუწყო მოყოლა ტერიტორიებს. კაი. ბიჭო დაიჭირე 469 490 წინამდე. მოდი ვიბრძოლო? ვიბრძოლებ ხო, მოდი. 12 კატაპულტი მყავს თან. ახლოს უნდა დამესპოვნებინა, აი უკეთ იმასაც ეყოლება კატაპულტი უეჭვაზე უეჭველი. ახლოს დავასპოვნე ისამონ ხუთას. კავალერია იმედია მეყოლება და ბაგი არ იქნების. ესა ფიზიკური კავალერი ყავს, მაგრამ ქვეითებად მისპოვნებს ყველას. კაი ასე იგი ის დაასპოვნებს სადაც 300 კაცის. ცუდია. კაი.
ამ მეთოდს გამოვიყენეთ ინაზე გამართა სხვა შულს. შუბოსნები ასე უფრო მეტი ყვა თუ აჩერებ. არა, შუბოსნები უფრო მეტი არიან რა. აი ესე კი მე მივალ და დავგები იმას. შორო ინფენტრთან. ფენსერთან ასე. შენ დასმოვნდნენ უკვე კი ეგ სუდია მოიცა. შენ შეტევაზე. წავწუდე. ამატული ვარ და ისე ვიღე და. აი ჩემმა გადაიწა სამოხოცო მომწონს. სიცოცხლე საავტომობილო ეგეთ მომწონს. იტო, გადაჭამე. ეგა. ეგარი მოდი აქ ეგარი, აია. რამდენი ხართ? ის აქ ვინმე დაგვეხმარება, თუ გერიქნებოდა. მე τότε იწესნე და ხოცვა თუ გარდა. მიდი. ეცება შევხედოთ ძალთა თემარო 15. ოპ. კარად ხოცობ სხვა შულს. მომწონს კარად ხოცობ. ეცი მე კარად ხოცობ 1 10 კაცი. აუ ეს ვინ არის მოკალით ამისი. არა მაგრამ დამიშვეს ამათი. იდი ეგრე მოგდი. რამდენი ხართ განა თქვენი? აი შემახედე 27-100. ესენი არიან, ესენი მომიხოცეს. აჰა. მაგრამ ხოცობს. ანა მიუახლოვდებით ამით გავუსახავსახებთ. მიდი ეგა ჩემი ხარ? ჩემი იყავი? არა, კილი ამახიეს. არა, ჩემი იყავი რა. 37 კაც მოკდა მარტო. დაჭრილებს წესით მარტივად გამკურნავთ რა. ის ბოლომდე ავწიეს კილი. ლეველია არ შევიხედე ამდეზე ამეწე, მაგრამ ეხლა გავალდა იქ ნახავ. წეს 20 კაცამდე მაინც მოკლავდი რა მარტო მე და კაი. ამასზე მიმხედავ დაგებრუნდებით. და კიდე რაღაც ქალაქი იღეს, ამან აიღო მეორე არმია. და თავსად შეგვიძლია უკვე ეს ფრანგებს მიუგციოთ. ეს მეორე არმია. ხო რა მოდი აქეთ ფრანგებს მიუგციოთ. აქედან გამოვყვეთ ჯობს. ეგრე. შენ აღარ გჭირდები. იქაც იღებენ თავისუფლად, კაია. მოდი ცოტა აქედან ავიყვანოთ, თორე შარში ვართ. ელიტები თუ გყავს, ელიტები ყოთ, არ გყავს. არა უშავს. ბალკანეთიდან შევძელით და გავყარეთ და იმედი ახლა იტალიიდან მოვასწრებთ გაყრას ამათს. და შენი გავათავისუფლოთ. გზად რა ვქნათ. პარიზში გავიაროთ და პარიზში ავიყვანოთ დანარჩენი ხალხი. კაი. 301 კაცი, ო? ეს შევყანოთ მოდი მომდ.
400 გავხადოთ. გავუშვათ აქ 400 კაცი. ეს გავაუქმოთ. 160 კაციანი იყოს, მოდი. 71 გავუშვათ მანდ. და 160-ს გავუშვათ მანდ. ის არა უშავს კაცო. არ გინდათ მაგისთვის არ გაწვალდეთ და ანებეთ თავი. წადით აი აღედგინეთ ძალები რა. კაი. ტავერნაში შევიდეთ და ელიტები რაც არის ავიყვანოთ. Crossbowmeni რა თქმა უნდა, ეს რა თქმა უნდა. და სიო. მაშინ ტრეინერი ავიყვანოთ. ექსპერტი არ ყოლია. ხო და რას ვიძახთი? თუ გენდომებათ ანუ ფეხბურთის გადაღება, თუ მოგწონათ ის ვიდეოები, დამიწერეთ კომენტარებში და ბარემ ტოკიოს კამპანიით გავაგრძელებთ თამაშს. ვერ დავეწევი მაგას აზრი არ აქვს. ტოკიოს კამპანიით გავაგრძელებთ თამაშს და კაი იქნება, მე მგონი სამ ჩემპიონატზე გავალთ და სამ ვიდეოს შემოგთავაზებთ რა. როგორც ვთქვათ, სამ ჩემპიონატზე უნდა გავსულიყავით. თუ მეხსილება არ მღალატობს. თუ მღალატობს, ავიც ვნახოთ მე მომავალში. აი აქ ოპ ესენი დაიჭირე მიდი არ შეგაწრო მოვალე პორტუქსიას. ათაკ. ოპა 1000 კაცი ვერ 1000 კაცს ვერ გავუქაჩავთ. ცოტა ეგრე მოშორებით, ცოტა ეგრე კიდე მოშორებით, ცოტა კიდე მოშორებით. 1000 კაცი დამაჭირა კიდე 1000 მაგაცო დამიჭირა. თვითონ დამიჭირენ და ეგა. აბა ოპა სიო თქვენ მე მოგხედოთ. თქვენ მე მოგხედოთ. ათასი იყვნენ 400 იქნებიან, 600 თუ იქნებიან. კიდე ეგრე უნდა დავაჭერენ თავი. წაა იყვნენ რა. 300 კაცი მინიმუმ დამისპაუნე ეხლა რა. 300 კაცი 300 კაცი დამისპაუნე. ეხლა თქვენა ესე მერე თქვენა ესე მერე თქვენა ესე სასტრაფოდ თქვენა ხალხზე და იყდით ის. ჩემი არმია დაიწყო. ამ ძოლებს ავასწრაფ რა თქმა უნდა. ოგზამელი. აქ დაჭერები არის, რა. კონტროლი ხარ და ყველან უნდა გიყოთ. აუ, ამას ახლა ფარი აქვს. ყველგან თავის კონკრეტლებზე? მოდი შენ ეგრე გადადი და მოდი შენ. ესე გადადი, კაი, იყავი ეგრე. შენ ცოტა იყავი ეგრე. შენ იყავი ეგრე. წავიდა. ესეთ მე დავუმატე. გადაიქდა. აჩი დამაგუტი მო. ჩამოდი. ეს კაია მიდი. ეგა კაია. აუ, იმათ გადაგუტება ძალიან ამ ეგ არ მომწონს. ჯომი. გადაგუტებით გაჩერე, ძალიან კაია. თქვენ დამაყოლონჯერეთ. მგარი. აკუ უნდა დაიმოძეს. არ მომკლათორე ვაი. ახალი ნაკადი დაუსპაუნდა და გემოდიან. ვაი თუ მომკლეს. თქვენ დავაწყიდენ ოპსიონ ლოხია.
მომკლეს. აი, მიმარჯვებთ მაინც. 26 ხო რა ჩვენ მიმარჯვებთ მაინც, მაგრამ რომაც დაგვაყარეს რა. დიდიანი მივით. და ფონდი ხო. დავიდა. აჩერ დაევრინენ მაგრად. უნდა გადავაჩინოთ. I'm stuck. Whoa. Move it. One of those guys move. That's what I'm going to do. I'm going to do too much. I'm ზიანსა დიდს ვიღებთ ხოლმე რა. ნებელემ pressing don't focus. ამჭირა კი. გაგიქცევი. აი ხვით კაც დავკარგა და გაგიქცევით რა. აქ გავიმარჯვებთ ხას. What we moved on. Bolo da Samatlian. Bolo da Samatlian. Moditaka. Oh, goddamn to არა ვაგებთ კაც. ვაგებთ, გადავანებთ, ვაგებთ. მეც კაიზიანი მივიღებ რა უკვე. ეგრევე დემეჯი მე წავიდა მომაყარეს ერთ ბაშად. აი ეხლა სიცილიაზე გადასვლა არ მინდა იყოს. სად არის? ეს არ მია ხო? მაგარი დავსუსტით. აი ათაკ სად არის? ათაკ. უთხრათ მაგაზე. აჩი ყველაფერი თქვენ მიდიდარში დონსბურგში დაიცავით. პონტეფექტ 300 400 კაცი. კასტელდემონტო. მაგისტრის ვინი შეიქმნა აბა კასტელდემონტოსთვის 250 კაცი. რომელიც სხვაგან იბრძვის, კაი. ეხლა ამათ რომ მივიდი აზრი არა აქვს რა, იმიტომ რომ ჩემზე მეტნი არიან. კი 200 კაცამდე არიან და კიდე ემატებიან. აა 7 კაცი კი შევადგინეთ, მაგრამ
გაიქცნენ, კაია. ორ 18 კაცი. ბიზანტიასთან მშვიდობა ხო არ დაგვედო, თუ ჯერ ის ნომიღოთ მე ვეტყვი მშვიდობას. ბიზანტია. ცოტა ხნით ვეტყვი რა. და მე მივხედავ პორტ პალერმოს და იმის რა. სხვადასხვა უკვე ვფიქრობ, რომ ცოტა ლიდერშიპი გავზარდო რა. რომ უფრო მეტი ჯარის საყვანე შემოძდეს. რო არ არის საკმარისი 400 კაცი. ჩემ დონისთვის აღარ არის საკმარისი. უფრო მეტი მინდა. კეპისიტშიც დამყავს ხალხი. აქ რა ხდება აბა კასტელდეოვორში. დამყავს ხალხი. აქ ისე გაიზარდა რაოდენობა. აბა ცეცხლი არა მოხსა, ერთი გაცუდი რა. ეს კაია. ურასკაცები ავიდი ახლა ისინი 50 რა. აუ პოლონეთის შენღა მაკლდი რა სრული ბედნიერების ის. კაია. დარჩით მანდ. ლეველაპიც განიცადეთ ძალიან კაი. ამათ გარეთ დავუპირისპირდეთ. ისინი დაშოვენ უფრო მეტ დამიხოცავენ. იგი ყოს ჯერჯერობით კარგი და გაგვიძლებს. სხვა რა შეიძლება. აუ ლიდერშიპის გაძლიერება მინდოდა, მოიცა. ოპ. და ტაქტიკა მომუმატოთ, მოდი ტაქტიკა. მე დამრჩა 8. ტაქტიკა მომუმატოთ ეს 20. ტრეინინგი კი არა ფუშენი. ლიდერშიპს მომუმატოთ 20 კაცი. და 800-მდე გამიხდება თუ სწორ მახსოვს და შენ მოგიმატებ ახლა ტაქტიკს მომუმატებ 20. და შემდეგ ლეველებს გავუშვებ ინტელიგენციაში. რადგან მან ჭირდება რა. ძალაში მოხს 25 გაშვებული. მაგიტოა ჩემი კაცი ეგეძრელი. ჩვენ მოხს ინტელიგენციაში. შარმში 5. ეჯილიტში 5. დილეგენცში 3. სხვადასხვის ბექპექი რომ მომიმატო ინვესტიციის კაპიტალით არსე ეგეც ძალიან კაია. ვეფონ კერიც ძალიან კაია. აუ ლუთინგი ნახე რატომ აძლევს თურმე ეგრეთ ცოტას. ნამბერ ტროფის რევარდის ბათლს. ეგეც გასაძლებელია. კაი. მოდი აქაც მივიდე და ჯარი ავიყვანოთ. ექსპერტ, ელიტ. ხო 800 კაცამდე გაზარდა. ყველა გამოუშვია. კეპის შევიდეთ და ყველა გამოუშვი. აქაც მივიდეთ და ამით დაგემშვიდობეთ ესეთი, იმიტომ რომ ჩემი ძარი რაც იყო შევასრულე.
მაგრამ იმავე თუ ავასწრებ მე 40 წუთზე ნაკლები გამოვა. პირველი არმია ვართ ჩვენ, რომელსაც გავუშვებ აქეთ. მაგაზე. და მეორე არმიასთან წავად მივეშველები. აუ ეს აღარ მახსოვდა ძმა. პორტქსიასი აიღებდნენ ესენი. სადღაც დამარტყეს მაგათ. უფ. სად მიდიხარ ამბა წადი დეფენსზე აქა ძმა. კასტელდემონტ მერვე 18 ოპა იქ ვაგებთ. მე-9 წავიდეს დეფენსში, მე-9 იქ. ვერ მივასწრებ ახლა აქეთან. მეორე არმიას გავუშვებ იქ პირდაპირ რა. ამ პოლონეთმა ბოლონი ბიზანტიათა აი ბიზანტია აი ამას ავიღებ და მე შვიდობას გამოგიცხადებ რა. შენს და ვისაც შემიძლია მაქსიმალურად ყველას შვიდობას გამოგიცხადებ, რომ როგორც ხედავთ ჯარები მიყავს აღსადგენი მაქსიმალურად რა. მაქსიმალურად კი რა ვისაშლიანად დასუსტებულია. აჰა. არმია მეორე მიდის პორტჩიონში. პირველი მიდის პორტქსიაში, მეორე იქ მიდის პორტქსიაში თუ მიდის მესამე არმია უნდა გაუშვათ და ტიტურა არის. ხალხი აღარ აყავს, პორტქსიაში გაუშვით. Do not make peace. ბიზანტია გადაგიხდი. სამაგისაც გადავუხდი ფულს, მომოც დამანემონთავი. პოლონეთსაც გადავუხდი, არ უნდა ამასაც გადავუხდი. ეობიდინები ვერაფერს ვერ მიშვებიან და ამიტომ დავანებოთ მაგთავი. მოდი ჯერ აქ. აი მეგობრებო, აქედან დაგემშვიდობებით. ვიდეოს გარეთ მიხედავ ახლა ამ რთულ სიტუაციას, პოლონეთსაც აგორმა მშვიდობას დავდებ. ცოტა ჯარებს აღვიდგენ, ჩემ ხალხსაც აღვადგენინებ და შემდეგ ეპიზოდში შეხვდებით. იმედია ისე როგორც მე მინდა და იმ მიზნებს გავაკეთებ, რაც მინდა რა. შემდეგ ეპიზოდში ვფიქრობ, რომ აი ან კართაგენის ხარე და სიცილია და ეგენი მოხსნა და აქედან მივაწვე, ან პირდაპირ ჩამოვალ აქეთ. ან გააჩნია, ანუ ჯარი როგორ მეყოდება ხარ რომ შევავსებ. თუ იმდენი გენერალი მყავდა, ერთ გენერალს აქეთ გავუშვებ, რომ ესენი მოხსნას. მეორე გენერალს აქედან გამოვუშვებ და ორი გენერალი წამოვალ აქეთ. აქედან მე ერთი 100-ით გავუშვებ, მეორე 100 რა. ანუ მეც მაგარი როგორ ანუ ნახეთ. თუ 4 გენერალი გამოვიდა, ერთს გავუშვებ აქეთ, ერთს გავუშვებ აქეთ და ორს გამოვუშვებ აქეთ რა. ერთი გაყვება 100, მეორე გამოყვება 100 რა. და კარგ შედეგს დავდებთ რა. ეს ფრონტი იყოს ესე და მე აქედან ამოვალთ ეგ რა. თუ ვაფშე არ ამგონი მაგ 5 გენერალი შექმნა, მაგრამ 5-ით აქედანაც გამოვუშვებდი 100 რა. კაი მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰედაბო, მომავალ შეხვედრაზე. Peace.